ოლიგარქის რეჟიმის დრაკონულ კანონებს ოდირიც აკრიტიკებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ოცნების მიერ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი ცვლილებები წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო ოდირის შეფასებით უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრებების დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა. მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრების გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა ან სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის ყოვლის მომცველი აკრძალვა, აგრეთვე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები. დოკუმენტის მიხედვით ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ინკლუზიურად მესამე სექტორის და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობით, რაც არ მომხდარა. ერთი მხრივ ეუთო ოდირი აფასებს მიღებულ ძალიან რეპრესიულ კანონმდებლობას და საუბრობს იმაზე, თუ ეს კანონმდებლობა რამდენად შესაბამისი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და მეორე მხრივ საუბრობს იმ სანქციების არაპროპორციულობაზე, რომელიც გამოიყენება გარკვეული ტიპის დარღვევებისთვის. საერთო ჯამში მიუთითებს იმაზე დასკვნა, რომ ასეთი ტიპის აკრძალვები უნდა გაუქმდეს ან საერთოდ არსებითად უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და პირდაპირ არის არაპროპორციული ჩარევა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.